ყოველი ამოსუნთქვა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს გიოსთვის, ვის საშინელი სკოლიოზი აქვს. ხერხემალი უკვე 90 გრადუსით არის გამრუდებული. გიოს ნორმალურად სუნთქვა არ შეუძლია. შინაგანი ორგანოები ზეწოლის ქვეშ არის. არ არსებობს ისეთი პოზა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობს და ტკივილმა არ შეაწუხოს. ამ უშორებელ ხალს შეხედეთ. თავიდან მხოლოდ მკლავზე ჰქონდა, ახლა კი ზურგზეც გადავიდა და აგრძელებს ზრდას. ექიმები შიშობენ, რომ გიოს კიბო აქვს. სანამ ძალიან გვიანი არ არის, ბიჭი სასწრაფოდ არის წასაყვანი ონკოლოგთან. გიოს გადარჩენა შესაძლებელია, რაც შეიძლება მალე ოპერაციას თუ გაუკეთებენ, მაგრამ ჯერ ძვირადღირებული გამოკვლევები სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. თუ მკურნალობას ახლავე არ დაიწყებენ, შესაძლოა გიოს ორგანოები ნებისმიერ წამს გაჩერდეს. ის კი ჯერ ისეთი ახალგაზრდაა, მხოლოდ 23 წლის არის. მშობიარობის დროს გიოს დაუზიანდა თავის ტვინი. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული. ფეხები არ ემორჩილება და მცირე დატვირთვასაც კი ვერ უძლებს. მათ მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვთ. დაეხმარეთ გიოს. ბიჭი იტანჯება. თქვენ კი შეგიძლიათ ის ტკივილისა და ტანჯვისგან იხსნათ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.